არჩევნებამდე 35 დღით ადრე ცნობილია, რომ მერობისათვის 14 კანდიდატი იბრძოლებს. პარტიები საკუთარ პროგრამებს და პროგრამის პრიორიტეტებს უკვე აცნობენ ამომრჩევლებს. შეხვედრები იმართება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ოპოზიციური პარტიები მნიშვნელოვან მიმართულებებს გამოყოფენ. გირჩი აქცენტს ქალაქის განაშენიანებასა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე აკეთებს. პარტია გახარიას პარტიისთვის კი პრიორიტეტი მოქალაქეების სოციალური პრობლემების მოგვარება იქნება. ქართულ ოცნებაში თავის მხრივ მიაჩნიათ, რომ უალტერნატივო კანდიდატები მხოლოდ ქართულ ოცნებას ყავს. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. შესაბამისად, საარჩევნო პროგრამასაც აქვს ორი ძირითადი მიმართულება. ერთი არის პოლიტიკური განზომილება და ჩვენ მოქალაქეებს და განსაკუთრებით ქართული ოცნების ყოფილ ამომრჩეველს ან ამომრჩეველს, რომელიც მიხვდა, რომ ქართული ოცნება მათ მთელი ამ წლების განმავლობაში ატყუებდა, ვესაუბრებით ქართული ოცნების იმ რეალურ სახეზე, რადაც იქცა ქართული ოცნება, მაგრამ მეორეს მხრივ არ უნდა დაგვავიწყდეს და ჩვენ ეს არ გვავიწყდება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ყველგან სოფლებსა თუ დავებში აქვს ყოფითი ძალიან მძიმე პრობლემები, იქნება ეს ეკონომიკური პრობლემები, იქნება ეს პრობლემები, რაც მუნიციპალურ დონეზე ვერ შეძლო, რომ ქართულმა ოცნებამ მოეგვარებინა. ამიტომ ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული შეთავაზებები და ჩვენი ხედვა თუ როგორ მოვაგვაროთ როგორც მუნიციპალური პრობლემები, ასევე პოლიტიკური კრიზისი ამ ქვეყანაში. უნდა დავიბრუნოთ თბილისი, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის სხვა სოფლები, სხვა ქალაქები და სხვა სივრცეები, უნდა გამდევნოთ ნარკოპანდემია, უნდა შევქმნათ უსაფრთხო გარემო ეკოლოგიური კუთხით თუ ავარიული სახლების პრობლემის მოგვარების კუთხით, უნდა მოვუაროთ მიუსაფრთხოელებს და უნდა შევქმნათ ისეთი სივრცე, რომელშიც არის დასაქმების პერსპექტივა და ჯანმრთელი დაცული არსებობის პერსპექტივა. ეს არის რეზიუმე. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან ცხადია დამოკიდებულება და განსხვავება იმისგან, რაც ჩვენ გვინდა და რა უნდა სხვა პარტიებს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა, რომ ამ ადგილისგან რაღაცა კავკასიური სოფელი გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, რომ აქ იყოს ამიერკავკასიის ეკონომიკური ცენტრი, სადაც ადამიანებს გადაადგილება არ უჭირთ არც ფეხით, არც მანქანით, იმიტომ რომ ჩვენი ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა აგებულია მანქანის მძღოლებთან ბრძოლაზე. და ჩვენ ეს ძალიან არ მოგწონს. ჩვენ გვინდა, რომ ამ ქალაქში გადაადგილება მანქანით იყოს შესაძლებელი, რა თქმა უნდა, ფეხითაც. და ამიტომ გვჭირდება ახალი მეტროსადგურების დამატება და არა ტრამვაი, რომელიც უკვე არსებულ გზებს იკავებს და კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას. ჩვენი სამომავლო გეგმები, რის გაკეთებას ვაპირებთ წინა საარჩევნო კამპანიის დროს, ნაწილი გავამჟღავნებთ, ნაწილსაც გავამჟღავნებთ. და ეს იქნება ძალიან დიდი პროექტები, როგორც ურბანული მიმართულებით, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების, ადგილობრივი მრეწველობის განვითარების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ იცით, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ყოველწლიურად იზრდება. და ისევ ვიმეორებ, ეს ჩვენი მაჩვენებლები არ არის, ეს არის საერთაშორისო საფინანსო ორგანოების მაჩვენებლები. და ზრდაც პროგნოზირებულია ძალიან დიდი. ამიტომ უნდა დაგვიჭიროთ მხარი, რომ ეს შენება ამ მშვიდობიან პერიოდში გავაგრძელოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს იმისთვის კი არ ეცლება, რომ ადგილობრივი ინფრასტრუქტურა განავითაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ თანხები და ხარჯი გვექნება საფორტიფიკაციო ნაგებობებისათვის ომში, რაც არის ყოველად დაუშვებელი და ვიდრე ვარ ჩვენ ხელისუფლებაში, არა მას არასდროს არ დაუშვებთ.